მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ჩვენ ვართ ბათუმში საპროტესტო აქციაზე ისევ ტრადიციული შეკრების ადგილას საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ სადაც უკვე 106 დღეა შეიკრიბნენ მოქალაქეები იმისთვის რომ მოითხოვონ რეჟიმის ტყვეების თავისუფლება ასევე ხელახლა არჩევნების ჩატარება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დღეს მას შემდეგ რაც სინდისის პატიმრები ყავს ქვეყანას და მათ შორის მზიამაღლებელი პირველი ქალი პოლიტიკური პარტიმარი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველაზე ხშირად ამ საპროტესტო აქციის გზავნილია როგორც შეძახილით ასევე ტრანსპარენტი თავისუფლო პოლიტიკურ პარტიებს მათ შორის თავისუფლება თემურ ქათამაძეს რომელიც ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე კაცია მედროშე ბაბუა ასე ეძახიან მას ბათუმის საპროტესტო აქციაზე ის დააკავეს მას შემდეგ რაც პროევროპული აქციის აქტიური მონაწილე გახდა ბათუმში და მისი ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო თემურ ქათამაძე თურქეთის მოქალაქეა და წლებია ითხოვს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ მას მოქალაქეობაზე უარი უთხრეს და ამჯერად უკვე ის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში სასამართლოს მოლოდინში შიმშილობდა 48 დღის განმავლობაში და აპროტესტებდა მის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას. მოდი მოვისმინოთ მარიამ ქაჯაიას ამ პროევროპული აქციების ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს ბათუმში, ის არის ტრანსპარენტის მოსული დღევანდელ საპროტესტო აქციაზე და მოგესალმებით მარიამ აღუდგეს სტატუსი თეატრალური სტუდენტებს თავისუფლება მზიას სოლიდარობა ჭიათურას და გზავნილებით არის მოსული მარიამ ქაჯაია მოგვიყვებით თქვენი საპროტესტო გზავნილების შესახებ ათ მარტს თეატრალური სტუდენტებმა რომლებიც აპროტესტებენ რეპრესიებს და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ტყვეობიდან მიიღეს უნივერსიტეტისგან შეტყობინება ეთიკის კომისიისგან რომ ისინი მათ უწყდებათ სტუდენტის სტატუსი რაც ნიშნავს რეპრესიების კიდევ უფრო დამძიმებას ამ აქტით მოხდა ის რასაც აქამდე ადგილი არ ქონია სხვა ხელისუფლებების დროსაც კი ახალგაზრდებს რომლებიც არიან მოაზროვნეები კრიტიკულად მოაზროვნეები უნივერსიტეტმა დაუხურა კარები მათი კრიტიკული პოზიციების გამო და შეუზღუდა უფლება ფუნდამენტური უფლება რაც არის განათლების უფლება დღეს იყო ასევე მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე უკანონო დაკავების პროცესი და დღესაც განმეორდა ის რაც დაკავების მომენტიდან მიმდინარეობს მზიას და მთელი ქვეყნის წინააღმდეგ ეს არის სამართლებრივი დევნა პოლიტიკური ანგარიშწორება ასევე კრიტიკული აზრი. თქვენ ფიქრობთ რომ დევნიან მზიამაღლობელს თავისი კრიტიკული აზრისთვის ეს არის დევნა კრიტიკული მედიის მიმართ მე თვალი რასაც ვადევნა ეს იყო რომ დაცვის მხარე აჩვენებდა მოსამართლეს და ბრალმდებელს ვიდეო მტკიცებულებას სადაც ჩანს და ეს მტკიცებულება მეც ნანახი მაქვს და კადრებში ვუყურებდი ამ პროცესს არაერთხელ მაქვს ნანახი განმეორებით ეს კადრი ჩანს რომ აი დღეს ვიზეც ამბობს ბრალმდებელი რომ ეს ადამიანი აკავებს კოჩავანაძე ის არ არის კი კადრებში ჩანს რომ აკავებს გრიგოლ ბესელია მზიამაღლობელს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კი აყალბებენ ფაქტებს და წერენ სიცრუეს დაკავების ოქმებში იმისთვის რომ გამართლონ როგორღაც იქამდე სხვა ბრალდებით იყო ეს დაკავება სტიკერის დაკვისთვის მერე შეცვალეს ეს ჩვენება და თითქოს ახლა აბრალებენ მზიას რომ ის იგინებოდა და მე რაც კი გავიგე მზიას ვინც იცნობს იმ ადამიანებისგან თურმე ასეთი ლექსიკონით რომელსაც მას ეუბნებიან პოლიცია შეურაცხყოფდა ის საერთოდ არ მეტყოლებს და არ იყენებს მსგავს სიტყვებს არავის გასალანძღად. თან არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია შინაგან საქმეთა სამინისტროს იმის რომ მართლაც აყენებდა შეურაცხყოფას მზიამაღლობელი რომელიმე პოლიციელს ეს არის ვიდეოში არ ჩანს და პოლიციელმა თქვა მარტო ერთმა პოლიციელმა ამის შესახებ გოჩავანაძემ რომელიც სიყალბეც თავად მოსამართლემ დაადასტურა მან თქვა რომ იმჯერა იმ ფაქტების დამdulების რაც ჩანს ვიდეოში და ვიდეოში ჩანს რომ გრიგოლ ბესელი აკავებს მზიამაღლობელს და არა გოჩავანაძე თქვა რომ მე დავაკავებ მზიამაღლობელიო
პოლიციელები ახალი ამბავი არ არის, რომ ჩვენებებს აძლევენ და მათ ხელი აქვთ აღებული მოქალაქეების დაცვაზე ან სამართლიანობის აღსრულებაზე, ისინი არიან ქცეულები რეჟიმის დაკვეთის აღსრულებლად. რაც შეეხება სოლიდარობას, ამ ქალაქში ჭიათურაში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ვიცით რომ გაჩერებული არის ფაქტობრივად მთელი ქალაქის დასაქმების ადგილი მაღაროს მიერ სამუშაოების შესრულებით და მათი გათავისუფლებით ქალაქი არის შიმშილის ზღვარზე. ამ ადამიანებს სხვა საშუალება არ აქვთ დასაქმებისთვის და ჩვენ სხვა არაფერი არ შეგვიძლია გარდა იმისა, რომ ჭიათურელებს ვუთხრათ, რომ სულ ცოტა გვესმის თქვენი ტკივა, თქვენი და იმედი გვაქვს, რომ გახდებით რაიმეს ექსპლუატატორ ადამიანის უფლებების ხელმყოფ დამსაქმებელთან და აღიდგებათ შრომითი უფლებები და როგორღაც მოხდება ისე რომ საწარმომ გააგრძელოს მუშაობა სამართლიან პირობებში და დააკმაყოფილოს იქ დასაქმებულთა მოთხოვნები და გადარჩება ჭიათურა და მისი მაცხოვრებლები შიმშილს. მადლობა, ეს მარიამ ქაჯაია იყო, აქტივისტი სამოქალაქო პროევროპული აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე ბათუმში. თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ეს 106-ე საპროტესტო საღამოა ბათუმში, როცა მოქალაქეები იკრიბებიან ნებისმიერი ამინდში, მათ შორის კოგისპური წვიმაში, ძლიერ თოვაში. მუდმივად ჩანს მოქალაქეების სიმტკიცე და შემართება, რომ ისინი არაპირებენ ამ წინააღმდეგობის შეწყვეტას და საუბრობენ პირიქით ამ წინააღმდეგობის გაძლიერებაზე, რომ არ აღმოჩნდეს ქვეყანა რუსეთის ხელში და სწორედ ისინი ამ საფრთხეს ხედავენ ქვეყანაში, რომ ივანიშვილი ცდილობს აქტიურად დაამყაროს რუსული დიქტატურა ქვეყანაში და აუცილებელია მოქალაქეების აქტიურობა, როგორც მოქალაქეები თვლიან, რომ ეს არ მოხერხდეს ქვეყანაში. მოდით რომ გაწყვეტინებთ საუბარს მაგას, შორეს მინდა გავისაუბრო ამ შემთხვევაში. შორენა რა შეგიძლიათ გითხრათ თუ ადევნებთ თვალ სასამართლო პროცესებს, რაც იგივე დღეს იყო მზიამაღლობელის შემთხვევაში, ასევე სხვა სინდისის პატიმრების რეჟიმის ტყვეების შემთხვევაში, რა ჩანს თქვენთვის ამ საქმეებიდან? დღევანდელ სასამართლოს ისე კონკრეტულად ვერ მივადევნე თვალს, თუმცა ზოგადად ვიცი, როგორი სისტემით ხდება სასამართლოები, რა მიდგომები აქვთ, როგორი სრულმოწმეები მოყავთ, იმიტომ რომ გავარჯობოთ 11 იანვრის მოვლენებზე მე ვიყავი და დავინახე რა ხდებოდა. მე ვიცი რა მოხდა სიალა ქათამაძის შემთხვევაში, მე ვიცი რა მოხდა მზიამაღლობელის შემთხვევაში, მე ვიცი რა მოხდა დანარჩენი დაკავებულების შემთხვევაში. და როცა სასამართლო გვიმტკიცებს და მოყავს მოწმეები, რომ თურმე სიალა ქათამაძე არ დაუჭერია სტიკერის გაკვრის გამო არ დააკავა ირაკლი გებუაძეს და იქ მზიამაღლობელზე კიდე რაღაცები და სხვა დანარჩენებზეც, ანუ სადაა სამართალი და სად არის სასამართლო, რომელ სასამართლოს უნდა ვენდოთ, როგორ უნდა ვენდოთ და მივდივარ სტიკერი გააკრავა პოლიციის წინო, ასეთ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსია, მაგრამ მანამდე მიაყენეს შეურაცხყოფა პოლიციელებს, ასეთ რამ თქვეს გუშინ შუსუ წარმოადგენება. კი, ასევე მზიამაღლობელზე, რომ ის სტიკერს გააკრავდა შუსუღობეზე, მანამდე მან მიაყენეს შეურაცხყოფა დაუჯახა რუსების მონეტიტორები პოლიციელებს. იმ დღეს კი არა, არასდროს მანამდეც ხომ აქციები მიმდინარეობდა აქ საკონსტიტუციოსთან. არასდროს მათი პირიდან არ გამიგონია უწმაწური სიტყვაც კი მით უმეტეს პოლიციელების მიმართ. არავის არ უყვავს, არც ციალას და არც მზიას პოლიციელების მიმართ. ცუდი გამოთქმა არც ერთს არ გამოიყენებია. რას გვიმტკიცებენ? შავზე თეთრიაო გვიმტკიცებენ და ჩვენ ეს უნდა დავიჯეროთ და რანაირად უნდა დავიჯეროთ. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა ვიცხოვროთ, ხო, გავაგრძელოთ ცხოვრება, სადაც არ გვექნება ნდობა აღარც პოლიციის, აღარც სამართალის, აღარც მოწმის, აღარც კანონის, იმიტომ რომ ერთი მუხლით დაკავებული ადამიანი აღმოჩნდა, რომ შემდეგ მეორე მუხლით ასამართლებენ. მუხლით დაიჭირეს მაგალითად სიალა ქათამიძე, რომლის საფუძველზეც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო აღნიშნული პირის მიმართ დაკავება. ხო და შესაბამისად რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ?
არ გვაქვს ჩვენ სასამართლო, აღარ გვაქვს სამწუხაროდ, არც აქამდე არ ჰქონდა, არც წინა ხელისუფლების დროს ჰქონდა, თუმცა ასეთი რაღაცეები დღეს რაც სასამართლოში ხდება, არ ყოფილა. თუმცა რას ველოდებით, მაშინ იყო მურუსიძე და ახლაც არის მურუსიძე. შესაბამისად იგივეა მეთოდი. რა გამოსავალი რჩევა მაშინ მოქალაქეების ხელში ხა რო ეს პროცესი გადაწყვეტეს მოქალაქეების და დემოკრატიის ასარგებლოდ. უკვე 106 დღეა მოქალაქეები დგანან ქუჩაში და მართავენ საპროტესტო აქციებს მათ შორის ბათუმში. თუმცა ივანიშვილის რეჟიმი არაფერს საერთოს პირიქით მკაცრდება რეპრესიული მიდგომები, უფრო მეტ ადამიანს აკავებენ ან აჯარიმებენ და ფინანსური წნეხი გაიზარდოს, ასევე იცვლება კანონები რეპრესიული წესით, როცა არალეგიტიმური და არაკონსტიტუციური პარლამენტი იღებს ახალ კანონებს, რომ უფრო და უფრო მეტი მეთოდებით მათ სცადონ პროტესტის ჩახშობა ქვეყანაში. თქვენ რა საშუალებას ხედავთ, რა ძალას ხედავთ ახლა, რომ ეს პროტესტი გაძლიერდეს ისე, რომ ივანიშვილს მოუხდეს უკან დახევა? პირველ რიგში რაც შეეხება მეთოდებს, ძალიან კარგად ხედავთ ჩვენ ამ მეთოდების წარმომავლობის კადრს. მე პარალელს ყოველთვის ამ მეთოდებთან ვავლებ რუსეთთან, იმიტომ რომ ასეთი ტიპის დაჯარიმებები, ასეთი ტიპის დაჭერები, ასეთი ტიპის დაშინებები, ამოუცნობი პიროვნებების მიმართ ვიღაცების გატაცებები, დაკარგვები, ადამიანების რამოდენიმე დღით ძებნა, არო სახლებში შეჭრები. ეს რუსეთისგან ხდება. ჩვენ ვიბრალებთ, რომ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე ქონდა ჩვენს ხელისუფლებას დაცხადებული და დემოკრატიული ქვეყანაში ასე ხდება. არ ხდება, ასე ხდება ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთში და შესაბამის ამისთანა ქვეყნებში. ეს რაც შეეხება მეთოდებს, თუმცა რაც ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში ჩვენ არ ვართ რუსეთი. ჩვენ ქართველები ვართ. ამოდენი საუკუნეა მოვდივართ ჩვენ ფიქრობთ, გადაურჩით ჯალალედით, გადაურჩით ვიღაცას, გადაურჩით ურდებს. ყველას გადაურჩით ჩვენი მტკიცე ხასიათით და მე მგონია რომ ერთადერთი რაც გადაგვარჩენს უშიშრად დგომა და ჩვენი სიმტკიცეა ის რაც გადაგვარჩენს და ადამიანებთან კომუნიკაცია მიტანა იმ ყველა პრობლემის რაც დღეს არსებობს ქვეყანაში უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანთან ყველა ის უმნიშვნელო დეტალიც კი რაც კი ხარვეზით კეთდება ჩვენს ქვეყანაში და უნდა გამოვიდეს ყველა და საპროტესტო აქციები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. მადლობა, ჟორნე ჭაღალიძე იყო მოქალაქე, რომელსაც თქვენ ახლა უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. სხვა მოქალაქეებს მოусმენთ ასევე ბათუმის პროევროპული აქციიდან. მოგესალმებით, ვიდრე რომ გაგესაუბროთ. რატო? არა გითხრათ თქვენი მოსაზრება, აი ბოლო პერიოდში რაც გააქტიურდა, ხო რაღაც ახალი ეტაპი გამოიკვეთა, რომ ცდილობს ამ შემთხვევაში ივანიშვილის რეჟიმი, რომ ჯარიმებით და ფინანსური სანქციებით მაქსიმალურად შეუქმნას დისკომფორტი აქციის მონაწილეებს და ფინანსური წნეხი, იმუშაოს საპროტესტო წინააღმდეგობის წინააღმდეგ. ანუ ჩაახშონ პროტესტი ქვეყანაში. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ ხედავთ ამ პროცესს? ჯარიმების და წნეხი, პირიქით უფრო მეტად გაბრაზებულები არიან ადამიანები, ვინც აპროტესტებდა, ათმაგათ უფრო მეტად გაბრაზებულია, ზოგიერთ მათგანზე ერთხელ კი არა ხუთჯერ მიუვიდა ჯარიმა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს. აი ზვიაცის ხაზის დედა, სტუდენტის დედაც დააჯარიმეს, თქვა 5000 ლარით. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, სადღაც მაინც მოქმედებს ადამიანების ფსიქიკაზე, მაგრამ ეს იმის საშუალებას უფლებას არ გვაძლევს, რომ ვიმედოთ ვიქნოთ, ან ის ჩავარდეთ, ზუსტად მაგას ცდილობენ, მაგრამ არ მგონია გამოუვიდეთ. არ უნდა გამოუვიდეთ. რაც გამოვათ, მე მგონი, რომ ცდილობენ რომ შეგვაშინონ, დიდი მადლობა თქვენ. ანუ ესეთი განცდა გაქვთ თქვენ რომ ცდილობს სიხე ივანიშვილი შეგვაშინოს, მაგრამ ასე ადვილი არა ვერ შეაშინებენ. ქართველს ასე ვერ შეაშინებენ. რას ეტყოდით თქვენ ახლა სხვა ადამიანებს, ვინც თქვა უყურებს იგივე ჩვენს პირდაპირ ჩართვას და ვინც თვლის რომ შეიძლება კი არის საფრთხე ქვეყანაში, რომ თქვენ ყარდება რუსული დიქტატურა, მაგრამ აი რა გამოსავალი არსებობს ეს მოქალაქეები კითხულობენ, ან აქციებით რის შეცვლა შეიძლებაო. თქვენ რას ეტყოდით ამ ადამიანებს? მე რას ვეტყოდი და იყვნენ მედგრად იყვნენ. პირიქით, უფრო ერთად უნდა დავდგეთ, უფრო მეტი უნდა გამოვიდეთ.
თუ გვინდა რომ დავამარცხოთ ეს რეჟიმი, ასე ვერ დავამარცხოთ. ან თუ უფრო ხალხმრავალი იქნება ეს საპროტესტო აქციები. ახლა წავიდნენ ხალხი. ხო, მაგრამ თუ ფიქრობთ უფრო ხალხმრავალი თუ იქნება საპროტესტო აქციები, ამას ექნება შედეგი, თქვენ ესე ხედავთ. კი, რა თქმა უნდა. ჩემი აზრით, ბევრი უნდა გამოვიდო. ადრე უფრო ბევრი იყო ხალხი და რაღაც ცოტა მუხტი დაიკლო, მაგრამ ალბათ ეს ზამთრის ცილის ბრალი იყო. გაზაფხულისკენ გაზაფხული მოვიდა უკვე. გამოვა უფრო მეტი ხალხი და ბოლოს და ბოლოს იძულებული გახდებიან რომ წავიდნენ. ყველა რეჟიმი ასე წავიდა. რამდენ ხანს უნდა გასტანონ, რამდენ ხანს უნდა რა ვიცი. ეს პრინციპი არა, ამას სიღორე ქვია, მაგ პრინციპი არა. ხო, თქვენ გეკეთიათ ასევე უკრაინის დროშა, საქართველოს დროშასთან ერთად, როგორც გულსაბმაგრი. რა თქმა უნდა. და რამდენად არის დამოკიდებული უკრაინის ბედზე საქართველოს ბედი, თქვენ როგორ ხედავთ? რა თქმა უნდა, დიდად არის დამოკიდებული. ქართველებიც და უკრაინელებიც ვებრძვით ერთ მტერს. ეს არის პუტინის რუსეთი. რომელმაც შეიჭრა დაიპყრო უკრაინა და ბომბა ხემდა. ერთად გავიმართებთ, ასე მგონია, ქართველებს და უკრაინელებს. ახლო მანძილში მაინც. მადლობა. თქვენი სახელი შემახსენეთ? მე მარინა ბერიძე. მარინა ბერიძე, დიდი მადლობა. ქართველებს ვერ დავამართლებ. ასეთია საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები ბათუმში. ეს არის 104 საღამო. მიმაჩნია ეს მოსამართლეები იმ მართლა რომ კანონდებლებად რა შერჩევი აი აბსურდის დონემდე მიდის რა უკვე დაგეგმილი დაზეპირებული რო იციან რომ ეს უნდა გამოიტანო რაც არ უნდა მტკიცებულება წინვალე ადვოკატები ყავთ საიას ნამდვილად და რომ ჩამოყალიბებულად ეუბნებიან რომ არავითარი იგი არა აბსურდის დონემდეა მისული 5000-იანი ჯარიმა უბრალოდ ქუჩაში გადასვლაზე რა არც ერთი მანქანა არ შეჩერებულა 15 წამზე მეტი რა ვითომ თქვენ გადარჩით ბატონ ზურაბ ჯერჯერობით მე რა ვიცი ხო მე ჯერი არ დამასწრეს მაგრამ მე არც სახლი მაქვს არც ტელეფონი მაქვს და ალბათ ვერ პოულობებ თან სოხუმელი რო ვარ სოხუმში წევარ და მე გააგზავნოთ სოხუმში ჩემს მისამართს მადლობა, ეს ზურაბ ჭავჭანიძეა. კიდევ ერთი მედროშე ბათუმის საპროტესტო აქციაზე. თქვენ იცით რომ ერთ-ერთი მედროშე თემურ ქათამაძე გაფარილმასი დააკავეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს. ისიც არის ერთ-ერთი დაკავებული მათ შორის, ვინც ამბობს რომ აღმოჩნდა პოლიციის უფროსის, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი გებუაძის მხრიდან ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი თემურ ქათამაძემ ციხიდან მოგწერა კონკრეტულად ჩვენ ბათუმელებს რომ მას ირაკლი გებუაძემ გაშლილი ხელი დაარტყა სახეში და მას იძალა და 10 პოლიციელთან ერთად ასევე სხვა დაკავებულებიც საუბრობდნენ ირაკლი გებუაძის მხრიდან ჩადენილ დანაშაულებებზე მათ შორის მალხაზ ზირამაძე რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ მან თქვა რომ კედლაზე არტყმევინა თავი ირაკლი გებუაძემ ხოლო მზიამაღლებელი ამბობდა რომ მას სახეში შეაფურთხა ირაკლი გებუაძემ და მასთან ცდილობდა ფიზიკურ ანგარიშწორებას თუმცა ბათუმის პოლიციის უფროსი ისევ ირაკლი გებუაძეა მის დაკითხვაზეც კი უარი თქვა დღეს მოსამართლე სალეხ შაინიძემ და ასევე მას არც კი შეჩერებია სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოძიების დასრულებამდე, რაც გამოაჩენდა მინიმუმ სახელმწიფოს მხრიდან საქმიან დამოკიდებულებას და სამართლიან დამოკიდებულებას, როცა გავლენა აქვს და არ ჭირდება ამის დავა, რომ გავლენა აქვს პოლიციის უფროს გამოძიებაზე და ამ დროს გამოძიება მიმდინარეობს, რომელშიც არის გამოკვეთილი პირი, რომლის საქმეში ადანაშაულებენ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი გებუაძეს და ამ დროს მას უფლებამოსილებაც კი არ შეუჩერეს, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ ჩატარდეს ყოველმხრივი ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება. ხოლო თემურ ქათამაძე კიდევ ერთი მედროშე ამ საპროტესტო აქციის რჩება საიმიგრაციო განთავსების ცენტრში მის გაძევებას ცდილობს ახლა ქვეყნიდან ქართული ოცნების მთავრობა თქვენ იცით რომ მას არ მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობა რასაც ბოლო წლების განმავლობაში ითხოვს აქტიურად თემურ ქათამაძე იგივე გაფარ ილმაზი საქართველოში ის არის თურქეთის მოქალაქე და ბოლო რამდენიმე წელია ცხოვრობს საქართველოში და ის არის მუჰაჯირების შთამომავალი ძალიან კარგად ფლობს ქართულ ენას და ქართული კულტურის ასევე ქართული ენის პოპულარიზაციით იყო დაკავებული წლების განმავლობაში თურქეთში და მას შემდეგ რაც გახდა პროევროპული აქციების ძალიან აქტიური მონაწილე ბათუმში და ყველა აქციაზე
ჩნდებოდა საქართველოს დროშით ხელში, ამის შემდეგ ის დააკავეს ჯერ ადმინისტრაციული წესით, მას უთხრეს რომ უწევდა წინააღმდეგობას პოლიციელებს და აყენებდა მათ შეურაცხყოფას, შაბრონური ტექსტი ჩაწერეს პოლიციელებმა ისევ რომ თითქოს მას აყენებდა შეურაცხყოფას აღლებო ღორებოდა ესე შემდეგ, რაც ჩაუწერეს ყველას, მათ შორის მზია ამაღლობელს, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობისგან გათავისუფლების შემდეგ რამდენიმე წუთში ისევ დააკავეს თემურ ქათამაძე, ამჯერად უკვე მისი ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ არგუმენტით, რომ თემურ ქათამაძეს არ აქვს მოქალაქეობა, ასევე დროებით ბინადრობაც მას არ აქვს ამ ქვეყანაში და ასევე მოქალაქეობაზე და იგივე ჰუმანიტარულ სტატუსზე, დევნილი სტატუსის მიღებაზე შუსუსუმ თემურ ქათამაძეს უარი უთხრა. ის პროტესტის ნიშნად შიმშილობდა 48 დღის განმავლობაში, ისე როგორც მზია ამაღლობელი აპროტესტებდა უკანონობას, რაც ახლა ქვეყანაში ხდება 38 დღის განმავლობაში. დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე ადმინისტრაციულ დაკავებაზე გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო განხილვა. ის საქმის განხილვა უკვე დაასრულა მოსამართლე სალიხ შაინიძემ, თუმცა მან გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო 18 მარტამდე, მაშინ როცა სასამართლო საქმეს უნდა გაიმართოს მორიგის ხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სწორედ მაშინ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას სალიხ შაინიძე, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია თუ რატომ გადადო ამ დროისთვის მან გადაწყვეტილების გამოცხადება. ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება ალბათ დღევანდელ ხდომაში იყო ის, რომ მოსამართლე პრაქტიკულად დაადასტურა სიყალბე, რაც ჩაედინეს საქმეთა სამინისტროს მაღალ ჩინოსნებმა მზია ამაღლობელი საქმეში, კონკრეტულად კი როცა მათ თქვეს რომ დააკავეს მზია ამაღლობელი არასტიკერის გააკვირვისთვის, რაც ჩანს ვიდეო ჩანაწერებში, არამედ დააკავეს პოლიციელების შეურაცხყოფის ნაწილში, ჩანს რომ ის არის დაკავებული სტიკერის გააკვირვისთვის და ეს აღმოჩნდა დამაჯერებელი და უდაო გარემოება მოსამართლეთვის, ასევე როცა ოკში ჩაწერეს რომ მზია ამაღლობელი დააკავა გრიგოლ ბესელიამ, არამედ სხვა პოლიციელმა გოჩავანიძემ, მოსამართლემ თქვა რომ მას ეჭვიარება იმ ვიდეოს ნამდვილობაში, რომელშიც ჩანს რომ მზია ამაღლობელს აკავებს გრიგოლ ბესელია. მოგვისმინოთ აქციის კიდევ ერთ მონაწილეს მასწავლებელს სალომე გურგილაძეს. ზუსტად ისევე ჩვენს მოგვედაოს ვინმე რომ თავის დროზე თქვენ ქვეყანაში ეს ყველაფერი ხდებოდა სად იყავით და მინდათ ამამა და ამაყავთ და ყოველთვის იქ ვიყავი სადაც საჭირო იყო და არ შემცხვეს იმის და არ მქონდეს მოსაძებნი გასაქცევი. გასაქცევი იქნება თუ გვიან მართლა მოგვიძებნო ყველას მიუხედავად აქ ხომისა. მაგრამ მინიმუმ ჩემთან იქნები მართალი რომ ჩემს ხელში რა ბერკეტიც იყო ეს გამოვიყენე და იმის იქით სამწუხაროდ მე მეტი არაფერი შემიძლია. კი ბატონო, მესმის. რას ეტყოდით იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ პროტესტიდან შესაძლოა არაფერი არ გამოვიდეს და ამიტომ იმ მოსახლეობის მაგ ნაწილს ვეტყოდი, ნიქსონის სიტყვებს გავიხსენებდი, ყველაფერი მდგომარე უმრავლესობის ხელშია სინამდვილეში. ძალიან ხშირად ბოროტება, იმიტომ ჩანს ესე თამამა და ამაყათავაწეული დადის, იმიტომ რომ სდუმს ის ხალხი, ვინც სინამდვილეში შეიძლება სწორად აზროვნებდეს, რომელიც ჩვენსაზე იყოს, ცოტა ალბათ ესეთი გამოთქვა, რომ სწორი აზროვნება მაინდა-მაინც ჩემს თავს მივაწერე, მაგრამ კარგი ვთქვათ, რომ აი ჩვენს მხარეს არის, დავანებოთ თავის სწორია თუ არასწორი, ისინი სდუმან. აი სდუმარი უმრავლესობა თუ ხმას ამოიღებს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ იმათზე გაცილებით ბევრი ვართ, ვიდრე ისინი, ვინც ზედაპირზე ჩანან და ვინც დღეს ასე ვთქვათ, ყველაფერს აკონტროლებენ და ყველაფერს თამაშის წესებს აწესებენ და როდესაც უმრავლესობაში ხარ და როდესაც ეს უმრავლესობა ძალიან დიდია და უპირატესია, ყოველთვის ხდება გამარჯვება. კიდევ ერთი შეკითხვაც, აი ამ დუმილის მიზეზი თქვენი დაკვირვებით რა ხდება? ეს არის შიში, ეს არის რაღაცის არცოდნა? არა, ერთი კონკრეტული მიზეზი არ აქვს. ყველა შემთხვევა განსხვავდება. ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ და თითქმის ყველა შემთხვევა ინდივიდუალური თუ რაღაც ჯგუფებში თუ რაღაც კლასტერებში ჩდება. ვიღაცა უბრალოდ კომფორტის ზონიდან არ გამოდის, ვიღაცა თulis რომ მას არ ეხება, ვიღაცა ქოცია, ვიღაცას მართლა ეშინია, ვიღაცა მართლა თulis რომ ეს გლობალური ომის პარტია არსებობს და ჩვენ აქ რაღაც deep state-ების წარმომადგენლები ვართ, რა ვიცი, ხა რაღაც იმდენ სისულელეს ამოსთავრობა, მე მიკვირს კიდეც არანაირად არ ერიდებათ ამის თქმა და მიკვირს კიდეც ხალხს რანაირად არ აქვს ამაზე არ ვიცი როგორი რეაქცია. რაღაც წარმოუდგენელ ნონსენს იძახიან ყოველდღე უარეს და უარეს. რეალურად არ ჭირდებათ არც ერთ პრობლემაზე ორიენტირება, რაღაც გამოგონილ პრობლემებს მიუგდებენ ამ ხალხს, თითქოს ამას აგვარებენ და ეს სრულიად საკმარისია, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება. შესაბამისად, ხა ვიღაცას ხო უყურებს ხა როდის გადასკუპდეს იმ ბანაკში თუ ამ ბანაკში როდის არის კომფორტული მისთვის.
ანუ შეიცვალა ეს ძალიან განწყობები, თქვენ ბევრი ფიქრობთ სხვადასხვა ბოლო პერიოდში ამ პროტესტის კვალდაკვალ შეიცვალა ეს დამოკიდებულებები? არა, თავიდანვე ასე იყო. რა ვიცი, ამ პროტესტს ანუ გულისხმობ იმას, რომ არჩევნებში გამოჩნდა, რომ უმრავლესობა მაინც მხარს უჭერდა ოპოზიციური განწყობა უფრო ძლიერი იყო, იმიტომ რომ მასობრივი გაყალბება დასჭირდა ქართულ ოცნებას ამ პირობებში და ეს ამას აჩვენებს. რეალურადაც ხომ მისცა ამ მომჩეულმა ხმა, რატომ მისცა? თან მისცეს როგორ რეგიონებში, სადაც მართლა სიღატაკე ყვირის ბოლო ხმაზე, სადაც უცა ტურისტი მიმყავს, გული დათრგუნულები მოდიან. მიუხედავად რომ ულამაზესია იქ. მაგრამ ესეც დასტურდება მარტივად რომ სიღარიბე გაიხადა პარტნიორად, ხო ივანიშვილმა, ეს იქვე სოციალურ დახმარების პროგრამებითაც ჩანს და დასაქმების პროგრამებით. პროგრამებით ფაქტობრივად იყიდეს ამორჩეველი და ეხლა ჩვენ რა ვქნათ იმ ხალხს თუ ვერ გავამტკიცებთ, ვერ გავანათლებთ, სამწუხაროდ ამის ბერკეტი არა გვაქვს. შესაბამისად განათლების დეფიციტი, ინფორმაციაზე წვდომის დეფიციტი და ფულის ფინანსური დეფიციტი, როცა შენი ყოველდღიური საფიქრალი ლუკმაპურს ვერ ცდება, ეხლა ძალიან არ გჭირდება. მაგრამ ეს კალდად გასაკუთრებით უფრო მოწყვლადი ჯგუფია, ხო, რომელიც კიდევ უფრო მიბმულია ხელისუფლებაზე. ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია სოციალურ დახმარებაზე სამარცხვინო, ჩვენ და სამარცხვინო, როცა ვაფრიალებთ ციფრებს ტელევიზიით და სოციალურ ქსელებით, რომ აი ამდენ პროცენტიანი ზრდა გვაქვს და იმდენ პროცენტიანი ზრდა და იქ პარლამენტის ხელფასს თურმე 10.000 ნიშნა ციფრსაც ვეღარ უნდა დაჯერდეს და 5 ნიშნაში უნდა გადაიზარდოს. ამ დროს 300 ლარიან თუ რა ვიცი რამდენია 350, არ ვიცი ზუსტად რამდენია შემწეობაზე არის, არ ვიცი. ლამის ნახევარი ქვეყანა და ეხა ხო, მაგრამ მაგის მიღმა ამ ძალიან დიდი ჯგუფია ადამიანების, რომელიც არ არის ოცდაუცველი, მაგრამ შეუძლია რომ იქვე თქვა აქტიურად გამოხატოს თავის პოზიციაზე, მაგრამ არ გამოხატავს ამას. აი რაზეა დამოკიდებული თქვენ რა ფაქტორებზეა დამოკიდებული რომ გააქტიურდეს? მე ჩემი დაკვირვებით შემიძლია გითხრათ რაღაცები. ხო, თქვენ დაკვირვებით გაგვიზიაროთ, თქვენს გარშემო რა ხდება? არ მიწარმოებია ხა ჩემს გარშემო არიან საბჭოთა ადამიანები, რომლებიც დუმილს არიან მიჩვეულები და მიჩვეულები არიან რომ იქ მთავრობა ყოველთვის და შეაქონ, მადლობებით არიღლებენ. აი შეიძლება ვთქვათ, აქ ვერ გამოდიოდი ხმამაღლა ვერ ამბობდი რაღაცა ნონსენსებს ყობახიძის გაზიარებულს მაინც ტაშნუ უკრავ, ხო? არ ვიცი, ხო, მე ამას ვაბრალებ მაინც საბჭოთა გამოცდილებას. არიან ადამიანები, ვისთვისაც ეხა რაღაცა ვიღაცა მისი ოჯახის წევრი სადღაც მუშაობს და ეშინია ხმას არ იღებს, ან ვერ იღებს. ვიღაცა როგორც გითხარით, აი კომფორტულად რატო შეიწუხებს თავს, ეხა შენი ხელი თუ გაკეთდება ეს საქმე, გაკეთება თუ არა და ეხა როგორც ცხოვრობდა, ისე გააგრძელებს და ასე შემდეგ. არ ლოდებით იმას რომ შეიძლება გააქტიურდეს. ძალიან დაბალია და არავინ არ ზრუნავს იმაზე რომ ეს განათლების დონე აიწიოს. პლუს ცნობიერება სამოქალაქო ძალიან დაბალია ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცით როგორ უნდა ვიყოთ საზოგადოების წევრები, ხო? ეხლა ვსწავლობ, ჯერ კიდევ ვერ შევდექით ამდენ წლიანი დამოუკიდებლობის პირობებში, ვერ შევდექით ჯერ, ხო, ბოლომდე საზოგადოება რაღაც ეხლა გამოიკვეთა ცოტა კონტურები. შესაბამისად მოლოდინიც არ ვიცი ხა არ მინდა ვინმეს ხა პესიმისტური აზრები მოვახიო, მაგრამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალ და მე ამ რეალობას ვებრძოლოთ თუ საჭიროა. ხო, რეალურად ხალხის ძალიან დიდი ნაწილი იმსახურებს იმ მთავრობას, რომელიც ყავს. რას აჩვენებს თქვენთვის ქართული ოცნების ნაბიჯები? რა ეტაპზე გადავიდა თავად ოცნება და ივანიშვილის რეჟიმი? როცა ფინანსური წნეხის გაძლიერებას ცდილობენ ახლა. ყველანაირ სისულელს უკვე აღარ ერიდებიან, ჩამოიხსნეს ეს ნიღბები და ყველანაირ სისულელეს აბრეხვებენ, არ ვიცი. ამ დონეზე აი გაოგნების დონე აღარ მყოფნის. ყველა აი ვცდილობ ყველა რაღაცაა ხანდახან ვფიქრობ ხარ დავანებოთ თავის არ დაწავიკითხო, არ ვნახო, არ მოусმინო, იმიტომ რომ ისეთ რამეს ამბობენ და ამასო ვიღაცა რეალურად იზიარებს. არ ვიცი. ხო მე ვხვდები თურმე სად ვართ. თურმე საზოგადოების რაღაც ნაწილი სად არის. მადლობა, სალომე გორგოლაძე იყო მასწავლებელი, თქვენ მას უსმენთ ჩვენს პირდაპირ ეთერში. ასეთია განწყობები ბათუმში საპროტესტო აქციაზე 106 ღამეს. მოქალაქეები ისევ მოვიდნენ საკონსტიტუციო სასამართლოსთან და დააფიქსირეს პროტესტი, რომ ისინი არ შეგუებიან სიდნისის პატრონებს ამ ქვეყანაში და ასევე ითხოვენ ისევ დაჟინებით და მტკიცეთ ხელახლა არჩევნების ჩატარებას. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა. ეს პროექტი ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯიდან ერთ გაზეთი ჯი რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის.